გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ფუტკარის იწყებს აქტიურ მზადებას და განვითარებას. ამ პერიოდისათვის მეფუტკრის მთავარი ვალდებულებაა და მოვალეობაა, რაც შეიძლება კარგად განავითაროს თავისი საფუტკრე მეურნეობა, სკებში მოახდინოს მწერის მაქსიმალური რაოდენობის მობილიზება. ეს პროცესი უნდა განახორციელოს ისე, რომ სკაში არ განვითარდეს ნაყრიანობა და სწორედ დღეს ნაყრიანობაზე მინდა ვისაუბრო. ნაყრიანობა ზოგადად აღიქმება მეფუტკრის და ფუტკრის შეცდომად და პრობლემად. ნაყრიანობაში ანსხვავებენ სამი სახის ნაყრიანობას. ეს არის ადრეული ნაყრიანობა, შუალედური ნაყრიანობა და დაგვიანებული ნაყრიანობა. ნაყარზე ფუტკარი გამოდის მთავარი ღალიდან 40-50 დღით ადრე. ადრეული ნაყრიანობის დროს სკიდან გამოდის ყველაზე ძლიერი გუნდი ფუტკრის, ისეთი ძლიერი გუნდი, რომ მათ შეუძლიათ მალევე მიაღწიონ სრულყოფილებას და შეხვდნენ ღალას და შეაგროვონ ნექტარი. შუალედური ღალიანობა გამოდის ადრეულსა და დაგვიანებულ ნაყრიანობას შორის. ნაკლებად პროდუქტიულია ესეთი გუნდი, იმიტომ რომ ისინი გამოდიან 25-30 დღით ადრე მთავარ ღალამდე, მაგრამ ვერ აღწევენ სრულყოფილ კონდიციას და ვერ ახერხებენ ნექტრის შეგროვებას. დაგვიანებული ნაყრიანობა კი გამოდის თითქმის ღალიანობის მიმდინარეობის პროცესში და რა თქმა უნდა არც ეს გუნდი არ არის პროდუქტიული, იმიტომ რომ მათი ძირითადი საქმიანობა არის ბარტყის გამოზრდა და მთელ ენერგიას ამ ბარტყის გამოზრდაზე ხარჯავენ და ვერ იყენებენ ღალიანობას და ვერ აგროვებენ ნექტარს. ნაყრიანობისთვის მზადება მიმდინარეობს 2 კვირიდან 6 კვირის განმავლობაში. ამ პერიოდში ფუტკრები დედა ფუტკარს აჭიმევენ მყარ საკვებს, რის შედეგადაც დედა ფუტკარი ამცირებს ეტაპობრივად კვერცხდებას სკაში, ხოლო გამოსვლის წინ 2-3 დღით ადრე სრულად წყვეტს ამ პროცესს და ფუტკარი გამოდის დედა ფუტკართან ერთად ნაყარზე. ამ პროცესს აქვს რამოდენიმე მიზეზი და მე მათ განმარტავ. ერთ-ერთი ეს არის სკაში მწერის მასის მაქსიმალური რაოდენობა, რის შედეგადაც სკაში იწევს ტემპერატურა და დედა ფუტკრის ფერომონი, რომელსაც დედა ფუტკარი გამოიმუშავებს და ავრცელებს სკაში, ვეღარ ხდება ამ ფერომონის მთლიან სკაში გავრცელება და სკის კიდეებზე მყოფი ფუტკარი ვეღარ აღიქვავს ამ ფერომონს და ამ მდგომარეობას ის აღიქვავს დედა ფუტკრის დაკარგვას და იწყებს სადედეების ჩამოშენებას. ამ ფერომონის გავრცელებას ასევე ხელი შესაძლებელია შეუშალოს რთულმა და ცუდმა ვენტილაციამ სკაში. ასევე ერთ-ერთი მიზეზი არის სკაში 10-20 დღიანი ფუტკრების რაოდენობის მატება და საქმის უქონლობა. საქმის არ ქონა გამოიხატება იმით, რომ დედა ფუტკრის მიერ დადებული კვერცხი ვერ აკმაყოფილებს ძიძა ფუტკრების რაოდენობას სკაში. დედა ფუტკრის ნაკლებ კვერცხმდებლობა გამოიხატება იმით, რომ ფუტკრებმა ცარიელ უჯრებში ჩააწვეთეს ნექტარი და ნექტრიან უჯრაში დედა ფუტკარი ვეღარ ათავსებს კვერცხს და ამით მას უმცირდება კვერცხდების არეალი. და ძიძა ფუტკრები, რომლებიც გამოიმუშავებენ ძისმაგვარ სითხეს, რომელიც სითხეს ჭირდება ბარტყს გამოსაკვებად, ვეღარ ახორციელებენ ამის დახარჯვას და ეტაპობრივად ემზადებიან უკვე ისინი ნაყრიანობაზე გასასვლელად, რადგან საქმე სკაში აღარ აქვთ და ცდილობენ რომ გაერიდონ ასეთ მდგომარეობას. ნაყრიანობაზე გასვლა ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს დედა ფუტკრის ასაკმა, რის შედეგადაც ის ვერ ახორციელებს ფერომონის კარგ გამომუშავებას და ვეღარ ავრცელებს ის ფერომონს სკაში, რომელიც ფერომონითაც ის ინარჩუნებს გუნდს. ამ ფერომონით რგუნავს მუშა ფუტკრებში რეპროდუქციულ ინსტინქტს და ხდება გუნდის და შენარჩუნება სკაში და როდესაც ეს ნაკლებად ვრცელდება, უკვე ფუტკრები იწყებენ ახალი დედის გამოზრდას სკაში, ხოლო ძველი დედა კი მიდის ნაყარზე თავის გუნდთან ერთად. ნაყრიანობის შესაჩერებლად არსებობს რამოდენიმე მეთოდი და მე ახლა მათ ჩამოვთვლი და განმარტავ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ნაყრიანობა ავირიდოთ თავიდან. ესენია დემარის მეთოდი, ტარანოვის მეთოდი, სნელგროვის მეთოდი და ჩეკერბორდინგი. ეს მეთოდები უკვე აპრობირებულია, გამოყენებულია და შედეგიც აქვს, რა თქმა უნდა. ასევე შეგვიძლია ჩვენ სკებში განვახორციელოთ სხვადასხვა კიდევ პატარ-პატარა მეთოდები, თუ სკა გადავსებულია. ამ შემთხვევაში შეგვიძლია მივაწოდოთ მათ დაბადებითი სამუშაო სივრცე, ეს შესაძლებელი იყოს საკუჭინაო, ანუ მაღაზიასაც უწოდებთ, მთლიანი კორპუსი შეგვიძლია დავადგათ ასეთ ძლიერ სკებს თავზე. ამით ჩვენ ავტომატურად ვაჩენთ სკებში სამუშაო ადგილს და ფუტკრები იწყებენ ახალი სივრცის ათვისებას. თუ ცუდი ვენტილაციაა სკაში, რა თქმა უნდა მოვაწესრიგოთ ვენტილაცია, რომ ამით მოხდეს და ფუტკრის გამოყოფილი ფერომონის ფართო გავრცელება სკაში და მან შეინარჩუნოს
თავისი გუნდი. სამუშაოს არარსებობის გამო, რაც გამოიხატება ძიძაფუტკრების მასის მატებაში, რომელსაც არ ყოფნით სამუშაო სივრცეს სკაში, ამ დროს შეგვიძლია ჩავამატოთ ახალი ჩარჩოები სკაში, აშენებული ჩარჩოები, რითაც დედაფუტკარს შევუქმნით კვერცხდების საშუალებას და ძიძაფუტკრებს კი შევუქმნით სამუშაო სივრცეს. მინდა აღვნიშნო, რომ მეთოდები, რომლებიც ჩამოვთვალე, დემარის მეთოდი, ტარანოვის მეთოდი, სნელგროვის მეთოდი, შრომატევადია ესეთი ამ მეთოდების განხორციელება საფუტკრე მეურნეობებში, მაგრამ მცირე და საშუალო მეფუტკრეობებში შესაძლებელია განხორციელდეს და იქნეს შესრულებული და თავიდან ავირიდოთ ნაყრიანობა, მაგრამ როდესაც მეურნეობა უკვე კომერციულია, 200 და 300 და კიდევ უფრო მეტ სკას მოიცავს, ამ მეთოდებს რა თქმა უნდა ვერ განახორციელებს, იმიტომ რომ ფიზიკურად დრო არ ექნება ამ მეთოდების განსახორციელებლად, რადგან ეს მეთოდები თვითონვე მოითხოვენ ძალიან დიდ დროს და ენერგიას. ამიტომ ასე დროს არსებობს კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც მე აღვნიშნე, ეს არის ჩეკერბორდინგი, რაც გამოინიშნავს იმას, რომ ჩვენ საფუტკრე მეურნეობებში ყველა სკა ერთიანად არ ვითარდება, არსებობენ სუსტი, საშუალო და ძლიერი სკები, ამიტომ ჩვენ რომ შევამციროთ ძლიერ სკებში ნაყრიანობის სურვილი, შეგვიძლია ძლიერი სკებიდან ამოვიღოთ გადაბეჭდილი ჩარჩოები, 1, 2 ან 3 გადაბეჭდილი ჩარჩო შეგვიძლია ამოვიღოთ და გავანაწილოთ სუსტ და საშუალო ოჯახებში. ამით ჩვენ იმ ოჯახებს გავაძლიერებთ ფუტკრით და მწერის რაოდენობა მოიმატებს იმ სკებში, ხოლო ძლიერ სკებში იმ ადგილზე ახალი ჩამატებული ჩარჩოებით შევუქმნით სამუშაო სივრცეს და ამით შევაჩერებთ ნაყრიანობის სურვილს ფუტკრებში და შესაძლებელია აღარც კი განვითარდეს ნაყრიანობა, ფუტკარი დაიწყებს ამ ახალი სამუშაო სივრცის ათვისებას. ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, არა მარტო კომერციულ მეფუტკრეობებში, არამედ მცირე და საშუალო მეფუტკრეობებში შეგვიძლია განმახორციელოთ და ამ მეთოდს მეც ძალიან კარგად ვიყენებ, იმიტომ რომ როგორც სხვა საფუტკრე მეურნეობებში, ასევე ჩემთანაც სკები ყველა ერთნაირად არ ვითარდება, არიან სუსტი ოჯახები, საშუალო ოჯახები და ძლიერი ოჯახები და მე ძლიერი ოჯახებიდან სუსტ და საშუალო ოჯახებს ვამარაგებ გადაბეჭდილი ჩარჩოებით, მათ ვაძლიერებ, ხოლო ძლიერ სკას კი ვუქმნი სამუშაო სივრცეს. ასევე შეგვიძლია განვახორციელოთ ძლიერი სკებიდან ნაკრები პაკეტების შექმნა, რა დროსაც მაქსიმუმ 3 ჩარჩოს ამოღება შეგვიძლია სკიდან, რა თქმა უნდა, თავისი ფუტკრით და ვქმნით ახალ პაკეტებს. ასეთი მეთოდი მე გამოვიყენე უკვე და რამოდენიმე სკა შევქმენი და დღეს უკვე ისინი განვითარების ეტაპზე არიან, დედაფუტკრები გამოვიდნენ სკაში და დაიწყეს კვერცხმდებლობა. ბოლოს მინდოდა მეთქვა, რომ როგორც თავში აღვნიშნე, ნაყარზე ფუტკრის გასვლა აღიქმება შეცდომად და სკის პრობლემად. ჩვენ მეფუტკრეები ვალდებულნი ვართ ვიმუშაოთ ფუტკრის ბიოლოგიასთან ერთად და არა მის წინააღმდეგ და ნაყრიანობაც არის ბუნებრივი პროცესი და ის სკის სიძლიერეს და განვითარებას ნიშნავს. ძალიან კარგი იქნება თქვენი მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით, თუ როგორ ახორციელებთ ნაყრიანობის შეჩერებას და რა მეთოდებს იყენებთ თქვენს მეურნეობებში. გაუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით და რაც მეტად ინფორმირებულები ვიქნებით და მეტი ინფორმაცია გვექნება ამ თემასთან დაკავშირებით, უფრო გაგვიადვილდება, რა თქმა უნდა, ნაყრიანობის პროცესის შეჩერება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საფუტკრე მეურნეობებში, რომლებთათვისაც განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია. ეხლა კი დაგემშვიდობებით და დროებით.